გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და დღევანდელი ჩვენი ვიდეოს თემა არის ის, რომ როგორც იქნა კლოდმა და ჰიგსფილდმა გამონახეს საერთო ენა და ერთმანეთს დაუკავშირდნენ MCP-ის წყალობით. ამის შედეგად კი კლოდიდან გაუსულოთ, თქვენ შეგიძლიათ დააგენერიროთ ფოტო, ვიდეო და საერთოდ ყველაფერი რაც გინდათ ჰიგსფილდში. ახლა კი განვმარტოთ რა არის ეს MCP კავშირი. ტექნიკურად ეს კავშირი MCP-ის მეშვეობით ხდება. ანუ წარმოიდგინეთ USB კაბელი, ერთი სტანდარტი, რომელიც კლოდს აერთიანებს სხვადასხვა აპლიკაციასთან. მაგრამ მთავარი ტექნოლოგია კი არ არის, მთავარი ის არის, რომ კლოდი ეხლა ჰიგსფილდში, ასე ვთქვათ, შენი ხელია. ახლა ალბათ მკითხავ, რომ რატომ არ გავაკეთო ეს ყველაფერი ხელით? ან რატომ არ შევიდე ჰიგსფილდში, რატომ არ დავწერო პრომპტი, რატომ არ მივიღო ჩემთვის სასურველი ფოტო, ვიდეო და საერთოდ რაში მჭირდება ეს კლოდი რომ გამოვიყენო, მაგრამ მე აქ არგუმენტები მაქვს. ეს ყველაფერი შენ რა თქმა უნდა შეგიძლია და აქამდე ესეც ხდებოდა. მაგრამ ახლა წარმოედგინე, რომ შენ გაქვს 10 ვიდეო გასაკეთებელი. ან 50. ან გინდა რომ ერთი წინადადებით კლოდს უთხრა, შემიქმნელი პროდუქტის რეკლამა ჰიგსფილდში, 3 ვარიანტი, სხვადასხვა სტილი და ასე შემდეგ, რაც გინდათ. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი ხელით რამდენი საათია? 1, 2, შეიძლება 3-იც, მაგრამ კლოდთან ერთად ეს ყველაფერი დაახლოებით 30 წამია. ეს კავშირი გაძლევს 3 რამეს. პირველი, ეს არის სიჩქარე. ის რაც ჰიგსფილდში 20 ნაბიჯია, კლოდთან ერთად დაახლოებით 1 წინადადებაა. მეორე ეს არის სიზუსტე. კლოდი არ ივიწყებს პარამეტრებს. კლოდი სწორად არჩევს მოდელს, სადაც უნდა დააგენერიროს შენს მიერ მითითებული დავალება. არ წერს ცუდ პრომპტს, პირიქით ძალიან კარგ პრომპტს წერს. და მესამე, ეს არის შემოქმედება. შენ აღარ ხარ დაკავებული ჰიგსფილდის ინტერფეისით. შენ ფიქრობ იდეაზე, ხოლო კლოდი მუშაობს ჰიგსფილდში შენთვის და შენი იდეისთვის. დღეს გაჩვენებ თუ როგორ ვიყენებ კლოდს ჰიგსფილდში, იმისთვის რომ დავაგენერირო ფოტოები, ვიდეოები და საერთოდ ყველაფერი, რაც კი მომინდება. თან ერთი ჩატიდან გაუსვლელად და მოდი დავიწყოთ. ესე იგი, რას ვაკეთებთ პირველი? ლოგიკურად ჯერ ვაკავშირებთ ჰიგსფილდს და კლოდს ერთმანეთთან, რომ კლოდის მეშვეობით ჰიგსფილდში შევქმნათ სხვადასხვა რაღაცები, ვიდეოები, რაღაც კამპანიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შევდივართ ჰიგსფილდში, აი იქ MCP News პოულობთ, დავაკოპირებთ ამ ლინკს, შემდეგ უკვე ხსნით კლოდს, გადავდივართ სეტინგებში, აი აქ ჩემი სახელი სადაც წერია, აქ არის სეტინგები, პოულობთ კონექტორს, აი აქ მე უკვე დაკავშირებული მაქვს, მაგრამ თუ დამჭირდებოდა კავშირი ესე არის, ჩაწერთ აქ ჰიგსფილდს, ჩააფეისტებთ ამ ლინკს და add-ს დააწვევით. ეგ არის სულ მაგით კავშირდება. გადავდივართ ჩვენ ჰიგსფილდის ახალ ფანჯარაში და ვეკითხებით აგაკავშირე ჰიგსფილდთან. შეამოწმე რამდენად ხარ დაკავშირებული. ნახოთ რა სიტყვის. კავშირი წარმატებით დამყარდა ჰიგსფილდთან, აი რას ვხედავ შენს ანგარიშზე. ჩემი ელფოსტა, unlimited და რამდენი კრედიტი მაქვს. მზად ვარ დაგვეხმარო. შეგვიძლია გამოვიყენოთ ჰიგსფილდის სურათების ან ვიდეოების შესაქმნელად სოურის პერსონაჟი რაღაც. მოკლედ, რაც შეუძლია ყველაფერი. ესე იგი, მას შემდეგ რაც დავწმუნდებით, რომ ყველაფერი არის დაკავშირებული და ყველაფერი არის წესრიგში, დავიწყოთ პირველი ექსპერიმენტის ჩატარება, ასე ვთქვათ. დავუშვათ ფლოპ ბრენდს, რომელიც დაკავშირებული არის ვარჯიშთან და ესეთ ცხოვრების სტილთან. შესაბამისად, მინდა შევქმნა ისეთი ვიდეო, სადაც აი სპორტ დარბაზის კადრები იქნება გამოყენებული, ხო? ავუტვირთ უბრალოდ ფოტოს, ჩემი ბრენდის ფოტოს, ან რა რეკლამასაც ვაკეთებ და ვეტყვი ასეთ რაღაცას. ვარჯიშის ვიდეო მინდა მოკლედ თქო, გოგონა ვარჯიშობს სპორტ დარბაზში, მე სასმელი აქვს ხელში, მე გადის ქუჩაში. აი ძალიან მარტივად ვეუბნებით და ვუშვებთ გენერაციაზე, აბა რა სიზამს. გვეკითხება რომ ჯერ როგორ გავაკეთო, ჯერ პირდაპირ ვიდეოები გავაკეთო თუ ფოტოები ჯერ და მერე ვიდეოები. აუთვიშობ ახლა ჯერ ფოტოები ნახოთ, თუ მოგეწონებათ, მერე აქციათ უკვე ეს ფოტოები კადრებად. შესაბამისად, თან ნაბიჯ-ნაბიჯო გაჩვენოთ როგორ ხდება და რა ხდება, ესე გავაკეთოთ. და всё, დაიწყო უკვე პროცესი ფოტოების შექმნის. მთავარი იდეა ის არის, რომ მე საერთოდ არ გავდივარ კლოდიდან. ყველაფერს ველაპარაკებ კლოდს, ყველაფერს ვქმნი კლოდით. ესე იგი, გამზადა შესანიშნავი ფოტოები და უკვე გადავდივართ ვიდეოს დამზადებაზე, ხო? გამემზადე ვიდეო. თან აქ გვირჩევს და გვითანხმებს, რომელ მოდელს იყენებ, სიდენსორიდან ორი იდეალურია, ვეთანხმები. ირჩევს როგორც პერსონაჟს, ისე პროდუქტის იდენტობას. აბსოლუტურად მართალია. სცენაპირული ვარჯიში, დალევა, სასმელი და ქუჩაში გასვლა. გადასარევი 5 წამიან საკეთებს ამ ყველაფერს. ესე იგი, გააკეთა კადრებიც და ვნახოთ რა გამოვიდა. Right around the know and on the song.
კარგი, ეს ერთი ვიდეო, მაგრამ ხომ მთლიანი კამპანიის აწყობა გვინდა ჩვენ რეალურად ამ კონკრეტულ პროდუქტზე და არა მარტო ამაზე, უკვე თქვენს ფანტაზიაზე დამოკიდებული რას და როგორ გააკეთებთ. მოდით ახლა ეს რაღაცა უთხრათ. შემიქმენი 3 სცენიანი ვიდეო ისტორია, კაცი იღვიძებს, სვამს ჩემს ენერგეტიკულ სასმელს და ხდება სუპერ ენერგიული. ესეც გააკეთა, სულ რამდენიმე წუთი დაჭერდა ფოტოს და ვიდეოს ერთდროულად გენერაციას. აი ეს არის სწორედ ყველაზე დიდი პლუსი ამ ყველაფრის. პირველი. მეორე. და მესამე. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ, საერთოდ იდეიდან ჯერ პრომპტი, მერე ფოტოები და მერე ვიდეო. და ეს ყველაფერი ხდება პარალელურად, არა ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე და ხელით არ ხდება ეს ყველაფერი. როგორც ნახეთ ახლა, ზუსტად ისე, უბრალოდ ერთი იდეით ხდება უკვე ამ სარეკლამო ვიდეოებამდე და შესაძლოა კიდევ უფრო უკეთესებამდე, ეს უკვე თქვენზეა, თქვენს ხედვებზეა დამოკიდებული. ჩემი მიზანი იყო, რომ მეჩვენებინა რამდენად მარტივია ამ ყველაფრის გაკეთება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი საკითხი. მე მინდა გაჩვენოთ ის ჩამონათვალი, რაც შეგიძლიათ რომ გააკეთოთ ამ კავშირის შედეგად და ესენია. ნახეთ, იგივე კონექტორში ბრუნდებით და ვნახულობთ უკვე რა შეუძლია ჰიგსფილდისა და კლოდის კავშირს. ყველაფერი აბსოლუტურად, აი რასაც თქვენ ეკრანზე ხედავთ, აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლია. აი ჰიგსფილდის დაბლა რაც არის ჩამონათვალი, ეს ყველაფერი შეუძლია. როგორც ხედავთ, შესაძლებლობები არის განუსაზღვრელი. კიდევ ერთხელ რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად თქვენზე დამოკიდებული, თქვენ რა ვერსიებს განეხილავთ, როგორ გააკეთებთ და ასე შემდეგ. ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო და როგორც ყოველთვის, ახლაც იმედი მაქვს, რომ საინტერესო იყო ეს ყველაფერი თქვენთვის. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩვენი გამოწერა სხვადასხვა პლატფორმაზე, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მალე ისევ დაგიბრუნდებით სიახლით, რადგან AI სამყაროში სიახლეები არასოდეს არ წყდება. ასე რომ დროებით.